მშობლისთვის სიმშვიდის გარანტი თავის შვილის თვალებია პირველ რიგში, ხო? ხვალ მიმყავს ბაღში, რას მივაქცია ყურადღება, როგორ შევარჩიო ბაღი? ბავშვს უნდა უხაროდეს ბაღში მისვლა. მოგება უნდა მთავრდებოდეს, ხო და პასუხისმგებლობა შემოდის. იქ დანარჩენი მნიშვნელოვანია ეს რაღაცები, რა თქვენ ჩამოთვალეთ, პუნქტები გამორჩევათ, იმიტომ რომ თავარი არის რომ აიქ მოხვდეს. მშობელი საგანგაშო სიგნალის დასცემს მაშინ, როდესაც შემთხვევა გამოხატულია ფიზიკურად. საქართველოში თუ მშობელს აქვს შესაძლებლობა კერძო ბაღში დაყავს. ტრენინგები და გადამზადებები ზუსტად ამას ემსახურება, რომ ასწავლოს აღსდელს ის ტექნიკები, როგორ შეიძლება იმუშაოს კონკრეტული რაოდენობის ჯგუფში. გამარჯობა, თქვენ უყურებთ პოდკასტ ურთიერთობებზე ლიკასთან ერთად. ჩვენი სტუმარი არის თეკლე კაპანაძე, რომელიც არის საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის დამფუძნებელი. თეკლე, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად და ისეთ მნიშვნელოვან თემებზე უნდა ვისაუბროთ ამ ბოლო პერიოდში, როცა სოციალურ ქსელს სკროლავდი, ძალიან ბევრჯერ, ერთი იყო გასულ კვირას, ერთი იყო, მგონი 2-3 კვირის წინ, საბავშვო ბაღებზე გვესმის ძალადობის შემთხვევები ბავშვების მიმართ, მშობლები წერენ პოსტებს, ასევე ტელევიზიით გავრცელდა, დარწმუნებულმა ჩვენმა მაყურებელმა ამ кейსების შესახებ იცის და მინდა რომ პირველი კითხვით გამოვიდა შენთან. ზოგადად რა ხდება ბაღებში და საშიშია თუ არა ბავშვის ბაღში გაშვება, არ ვიცი რამდენად მეღიმებოდეს ამ კითხვაზე, მაგრამ მგონი ესე დგას ზოგიერთ ბაღში თუ არა, ძალიან ბევრ ბაღში უკვე საქართველოში შეკითხვა, რომ საშიშია თუ არა ბავშვის ბაღში გაშვება. ლიკა, პირველ რიგში მადლობა ამ საკითხებით დაინტერესებისთვის და ჩემი მოწვევისთვის. ჩემთვისაც შემაშფოთებელი იყო, ან მოცული ვარ ამ ბოლო შემთხვევით განსაკუთრებით, რაღაც პირველი რაც გავრცელდა თქოს ნახეთ, რომ სასამართლო მიიღო ზომები და დააკავეს აღსდელი. ეს მეორე შემთხვევა კიდევ კერძო ბაღს უკავშირდებოდა და ერთი მხრივ იმ ბავშვის შესახებ ინფორმაცია, ვინც დაზარალდა და მეორე მხრივ ის ბავშვები, რომლებიც ჯგუფში ამ ყველაფერს ესწრებოდნენ და ხედავდნენ და კარგი ფაქტი შედარებით, დადებით თუ შეიძლება აღვნიშნოთ ისე, რომ დირექტორმა თქვა, რომ თანამშრომლობს სამართალდამცავ მოწყებებთან. მაგრამ მეორე მხრივ ძალიან საინტერესოა რა ხდება, როგორ აგრძელებს ეს ბაღი ფუნქციონირებას, ხო? და ბევრი დარღვევა იყო პროცესში. ახსენეს, რომ კამერები რაღაცა ტელეფონზე ქონდა, რომელიც ალბათ არ არის ნებადართული და უნდა ქონდეს სპეციალურ კომპიუტერში სავარაუდოდ, სადაც ჩააწერა ხდება და ასევე თქვა, რომ მგონი ჩანაწერი არ არსებობს იმ პერიოდის. ხო, დეტალებში სამწუხაროდ ისე ვერ შევედი, იმიტომ რომ მეც როგორც გარე პირს ესე წვამა ვერ მექნებოდა შიდა საკითხებზე, თუმცა ხო, რა თქმა უნდა, ბაღის ადმინისტრაციის მხრიდან მოდის ხოლმე თავდაცვითი კომენტარები, მექანიზმები, ფაქტია, რომ არ არსებობდა ამ დაწესებულებაში და რას გვეუბნება კანონი, ხო? ანუ ჩვენ საბავშვო ბაღებში ახლა ამ ეტაპზე ვართ, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზების სტანდარტები ეხება სისტემაში ჩართულ საჯარო და კერძო ბაღებსაც, ხო? ამ მხრივ სტანდარტი ავალდებულებს კერძო საბავშვო ბაღის დაწესებულებას, რომ ქონდეს ეგრეთ წოდებული რეფერირების პროცედურები გაწერილი, ძალადობის შემთხვევის აღმოჩენის მექანიზმები, ამის გადამისამართების პრევენციის, მართვის და ასე შემდეგ. კანონი ავალდებულებს როგორც აღსდელს, ასევე დაწესებულებასაც შესაბამისად და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო საგამოძიებო უწყებები ისევე ოპერატიულად იმოქმედებენ როგორც წინა შემთხვევაში, თუმცა მინდა დავამატო, რომ ეს უკვე გამოხატული შემთხვევებია და იშვიათად საუბრობ ხოლმე ისეთ ძალადობრივ გამოცდილებებზე, როდესაც ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება, ან ბავშვის უგულებელყოფა ხდება, ან ემოციური ძალადობა. ანუ მშობელი საგანგაშო სიგნალის დასცემს მაშინ, როდესაც შემთხვევა გამოხატულია ფიზიკურად. და ამ დროს შეიძლება, თუნდაც ფიზიკურად შეიძლება ბავშვზე ხდება ძალადობა და ბავშვს ვერ მიაქვს სახლამდე ინფორმაცია, ან შემდეგ მშობელი ვერ ხვდება ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ასეც, რომ არ ქონდეს ინფორმაცია, რომ ამის უფლება აქვს, რომ გამოხატოს და გააპროტესტოს, მსგავსი ან ხმამაღლა თქვას, ან შეიძლება უბრალოდ არ იცის რა მექანიზმებს მიმართოს და ან რაღაც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩუმდეს. ანუ იმის იქით, რასაც ვერ მიგებთ, ბევრი შემთხვევა შეიძლება იყოს. და ეს ამ ყველაფრის მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რეგულაციები და ასე შემდეგ, ამ შემთხვევებს ვხედავთ
და აი მაინც იმ კითხვას მიუბრუნდები, რამდენად საშიშია და მე ვიცი რომ სამი შვილის დედა ხარ და აი ამ განმოსახენად თუნდაც როგორც დედის პოზიციიდან, რამდენად საშიშია შვილის ბაღში გაშვება. ხო, მე ესე ცალსახად მთელ სისტემაზე ვერ განვაზოგადებდი ესეთ უპასუხისმგებლო შემთხვევებს. არის მართლა ის შემთხვევები, რომელიც ცუდ უპასუხისმგებლო დაწესებულებებში ვიტყოდი ასე ხდება, მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს პოზიტიური გამოცდილებები ძალიან ბევრი, კერძო ბაღების შემთხვევაშიც, მათ შორის და საჯარო ბაღების შემთხვევაშიც. ანუ მშობლისთვის სიმშვიდის გარანტი თავის შვილის თვალებია პირველ რიგში, ხო? ანუ ჩვენ იმის მიუხედავად, რომ სწორად აღნიშნეთ, რომ ბავშვი შეიძლება ან ასაკობრივი თავისებურების გამო, ან მანიპულაციის მსხვერპლია და შეიძლება არ საუბრობდეს კონკრეტულ შემთხვევაზე, ან ვერ საუბრობდეს, მაგრამ მშობელი მაინც ყოველთვის ხვდება ბავშვის ქცევაში ცვლილებებს. აი ბავშვის თვალები არისა და რა არჩევებს მისცემენ მშობლებს, რომ აი რას დააკვირდნენ, თვალის რა ნაპერწკალს. ბავშვს უნდა უხაროდეს ბაღში მისვლა, ხო? თუ მშობელი ხედავს. აი ბოდიში გაწყვეტენ, ბოლო კეისზეც ზუსტად ეგ იყო, რომ ბავშვი უკვე აღარ მიდიოდა ბაღში და სტირილით მიდიოდა და ეს უკვე ისა სიგნალია, რომელსაც მშობელი და მიყვეს და დაიწყეს გამოწვევა. აი სანამ შემთხვევამდე მივა საკითხი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორ შეარჩევს ბაღს მშობელი, ხო? ანუ როდესაც შერჩევის ეტაპზე ხარ, ძალიან რთულია ეს იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გასაუბრებელზე ძალიან კარგად და დადებითად მოგვეწონოს გარემო, მენიუ, რომელსაც თავაზობს დაწესებულება ბაღს, მაგრამ აი მშობლები იშვიათად ეძებენ ხოლმე ესეთ საკითხებს, ჩართულია თუ არა ავტორიზების პროცედურებში ეს დაწესებულება და ამ ავტორიზებაზეც იყო რაღაც სხვადასხვა მოსაზრება, რომ რეალურად რამდენად აფასებს, ანუ ისი არის პროცედურები ამ ეტაპზე დაგეგმილი, მე როგორც სექტორის გულშემატკივარი და ამ პროცესებში ჩართული ადამიანი, მთელი არსებით უწევ რეკომენდაციას მშობლებს, რომ იკითხონ ბაღი არის თუ არა ავტორიზების პროცესში ჩართული, ვინაიდან ისი არის ეს ყველაფერი მოწყობილი და სისტემა იმდენად ლაგდება სტანდარტების გარშემო და აიძულებს დაწესებულებას, რომ თუ რაიმე მექანიზმი არ აქვს გამართოს ეტაპობრივად, რომ ნელ-ნელა იქით მივდივართ ამის თქმა მინდა, რომ ასეთი შემთხვევები მინიმუმამდე იქნება დაწანილი. ყველა საჯარო ბაღი ჩართულია ხო ავტორიზებაში? ყველა საჯარო ბაღი ჩართულია, კერძო ბაღების შემთხვევაში ჩართული უნდა იყვნენ წესით ის დაწესებულებები, რომლებიც ადრეულ და სკოლამდე საგანმანათლებლო სივრცეს ქმნიან. თუმცა შეიძლება ჩართული იყოს, მაგრამ არ ღვევდეს ამ რეგულაციას. სანამ დავიწყებდით ჩაწერას, ვსაუბრობდით, რომ რამდენ ბავშვზე რამდენი აღზრდილი, აი შეგიძლია მსგავსი დეტალები, იმიტომ რომ ერთი რა წერია მშობელმა ვერც მოიძიოს ან არ მოიძიოს ეს დოკუმენტი და აი ჩვენი პოდკასტის საშუალებით რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, რას მიაქცევს ყურადღება. მაგალითად, ყვებას მე გავიგე ამას წინასწარ მშობელი ამბობდა, რომ ერთხელ აჭმევენ და თუ დამატებამა უნდა ბავშვს საჯაროში აღარ უმატებენ. ისეთ თუ არის გათვალისწინებული, აი მსგავსი დეტალები თუ არის სადმე გათვალისწინებული და რა შეიძლება რომ მშობელმა მიაქცევს ყურადღება. ყველაფერი არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის საიტზე სტანდარტებით გამოქვეყნებულია და ასევე არის სია გამოქვეყნებული იმ დაწესებულებების, რომელიც მაგალითად ამ წელს, რომლებიც გადიან ავტორიზებას ან მომდევნო წელს და ანუ შეუძლია რომ ის ინფორმაცია, რასაც ბაღისგან მიიღებს, გადაამოწმოს უბრალოდ და ნახოს მაგალითად რომელ წელს არის დაგეგმილი ამ თუ იმ კერძო ბაღის ავტორიზება. რაც შეეხება სტანდარტებს, კი, განსაზღვრული არის კონკრეტული ჯგუფის შემთხვევაში, ასაკობრივი ჯგუფის შემთხვევაში, რამდენ აღზრდილ პედაგოგთან რამდენი ბავშვი უნდა იყოს ჯგუფში და ეს გაწერილი ასევე ამ სტანდარტებში. ჩვენმა ორგანიზაციამ ასევე კერძო პასუხისმგებლიანი კერძო ბაღების დამფუძნებლების გაერთიანებით შექმნა მშობლების გზამკვლევი საბავშვო ბაღში, რომელიც ესეც უფასოდ ხელმისაწვდომია ონლაინ ვერსია და შეუძლია ჩვენი www.kidsoffice.gr საიტია, სადაც მშობლებისთვის გვაქვს რუბრიკა და იქ არის გზამკვლევი გამოქვეყნებული და დეტალურად არის ჩაშლილი სისტემა, რას ავალდებულებს ბაღს და სად უნდა მოიძიონ ეს ინფორმაცია. აი, დაახლოებით 5 პუნქტი მაინც თუ შეგიძლია რომ ასე გაიხსენო ჩვენთან, რომ აი რა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ
რა გაქვთ იმ გზამკვლევში, რომ მშობელმა მიაქციოს ყურადღება? მაგალითად, გარდა იმ სივრცისა, რაც ვახსენეთ და კვებისა, რასაც მივაქციოთ ყურადღება, როგორ უნდა იყოს სივრცე გადანაწილებული, რამდენად რა კვალიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდეს ახსოვ პედაგოგი ან ახსოველი, რომელიც ჩართულია ბაღის ფუნქციონირებაში, მაგალითად ის გადამზადებული არიან თუ არა თანამშრომლები, სავალდებულო არის ეგრეთ წოდებული 66 საათიანი ტრენინგ მოდული, რომელიც ახსოვ პედაგოგს გავლილი უნდა ჰქონდეს და დაინტერესდეს მშობელი, უბრალოდ იკითხოს ეს ტრენინგები თუ აქვს გავლილი დაწესებულების თანამშრომლებს. დაინტერესდნენ იმით, თუნდაც ბავშვთან მიმართ ძალადობის მექანიზმები თუ აქვთ აწყობილი და როგორ მოქმედებენ ესეთ შემთხვევაში. ხშირად ამბობენ ხოლმე მშობლები, რომ ლაივ კამერები არის პრევენცია, მაგრამ აი ეს შემთხვევები, რომლებიც გამოვლინდა, ჩვენ იმას გვარწმუნებს, რომ კამერა პრევენცია ვერ იქნება, მაგრამ კამერა თუ ჩვენ ვიყენებთ პროცესის მონიტორინგისთვის და ხარისხის მართვის გაუმჯობესებისთვის, რა თქმა უნდა, ეს მისაღებია, ხო? აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ეზოს და გარეაქტივობები, რამდენად არის ეს კურიკულუმი, რამდენად არის მორგებული ბავშვის ინტერესებზე და თამაშით რამდენად წარიმართება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ასპექტია და რაღაცნაირად მშობლები გრძნობენ ხოლმე, მეც რო ჩემი შემთხვევა გავიხსენო, რამოდენიმე ბაღი შევიცვალეთ საქართველოში, იმის გამო, რომ აი პირველად შთაბეჭდილებას, რა თქმა უნდა, კარგს ქმნიან ადამიანები, მაგრამ პროცესში შეიძლება რაღაც კრიტიკული დარღვევა არ აღმოვაჩინოთ, მაგრამ რაღაცნაირად მივხვდეთ, რომ აღზრდობითი სტილი, მეთოდები არ ემთხვევა იმას, რასაც ჩვენ ოჯახში ბავშვს ვასწავლით, ან როგორი მეთოდებითაც ჩვენ მას აღვზით სახლში, ხო და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბაღის თანამშრომლების, ანუ აღზრდელების და მშობლების ხედვა იყოს მსგავსი და დაახლოებული იმისთვის, რომ ბავშვის განვითარება მოხდეს სრულყოფილად. ახსენეთ, რამდენიმე ბაღი შევიცვალეთ და რა პრობლემები იყო? აი, მაინც საქართველოში რა პრობლემებია ბაღთან მიმართებაში, ძირითადად? როგორც ახსენე, აღზრდის მეთოდები იყო ერთ-ერთი საკითხი. ჩემზე ხშირად უთქვათ, რომ ძალიან რთული მშობელი ხარ, იმიტომ რომ ერთი მხრივ ბავშვთა ფსიქოლოგიის ბაკალავრი ვარ და მეორე მხრივ ვარ განათლების ადმინისტრების მაგისტრი და საერთაშორისო გამოცდილებით მათ შორის ბაღებში მუშაობის და ხო, აი, ყოფილა აღზრდელი კომპეტენციები, მაგალითად არ ყოფილა დამაკმაყოფილებელი. იყო ერთი შემთხვევა, რადგანაც ჩემი შვილი არ გამოხატავდა ის თვითონ ბუნებით, შეიძლება არ იყო ესეთი აქტიური, რომ ეტირა ბაღში, შეიძლება ბავშვმა მშობელიც გაითვალისწინოს ხო და არ გამოხატოს მწვავე რეაქცია და მიიღოს მოცემულობად, რომ ბაღში უნდა მივიდეს. მაგრამ როდესაც ბავშვის ხასიათს უყურებ და არ არის ისეთი აღფრთოვანებული ამ პროცესით, როგორიც უნდა იყოს, ანუ ბაღში უნდა იყოს თამაში, სილაღე, მისი უნარები უნდა ვითარდებოდეს და მე ყოველთვის ხელმძღვანელობდი ბავშვის განვითარების სახელმწიფო სტანდარტებით, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით არის შექმნილი და ასევე მოუწოდებ მშობლებს, რომ ეს სტანდარტები ნახონ. გამოქვეყნებულია და გარდა იმისა, რომ მშობელი უნდა გაეცნოს, ანუ ახლა უკვე ბაღი ვალდებულია, რომ წელიწადში ორჯერ მაინც გაუზიაროს მშობელს ბავშვის განვითარების ეტაპები და როდესაც მშობელი ნახულობს, რომ ბაღისგან აი ამ ინფორმაციებს ვერ იღებს, ეს შეიძლება იყოს ინდიკატორი. აღზრდელის კომპეტენციები ახსენეთ და ჩამონათვალიც იყო ასევე, რომ საკრეტები უნდა ქონდეს გავლილი და ასე შემდეგ. სხვა რამე დამეტებითი, აი ან თუნდაც ძირითადად როგორ ხდება ხოლმე არჩევა საქართველოში, ოღონდ სადმე მოხდეს განსაკუთრებით, როცა საჯარო ბაღზეა საუბარი. ანუ მშობელი არის გადართული იმაზე, რომ საკუთარი შვილი რომელიღაცა ბაღში, რომელიც თავის სახლთან ახლოს არის, მოახვედროს. იქ დანარჩენი მნიშვნელოვანია ეს რაღაცები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, პუნქტები გამორჩევათ, იმიტომ რომ თავარი არის, რომ აი იქ მოხდეს. თავარი ფოკუსი ამაზე აქვს და არ ვიცი, რამდენად ჩაუვლიათ, რომ მაგალითად მოითხოვონ აღზრდელის კომპეტენციები, ან არ ვიცი, სერტიფიკატი თუ გავლილი კრედიტები, ან რა დეტალებით კიდე შეიძლება დაინტერესდეს, აი რისი უფლება აქვს მშობელს, რომ მივიდეს და თუნდაც არ ვიცი, ღია კარის დღე ალბათ არ ტარდება ბაღში, ან შეიძლება ტარდება, მაგრამ აი ამის გარეშე როცა მიდის შეხვედრაზე,
რისი უფლება აქვს მშობელს, რომ წინასწარ მოითხოვს და არ უთხრან, რომ იცი რა შენ რატო ერავი ჩვენ საქმეში, შენი შვილი აქაც არ მოსულა. ხო, აღარ არის ესე, მithmetes ის ბაღები, რომლებიც ავტორიზების პროცედურებში ჩართულნი არიან, ვალდებულები არიან, რომ რეაკარის დღეც გააკეთონ და მშობლის მაქსიმალური გამჭვირვალობა ჰქონდეთ, დაწყებული მისია, ხედვა ღირებულებებით და სტრატეგიული გეგმით ეს ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. რა თქმა უნდა, მშობელს აქვს იმის უფლება, რომ იკითხოს აღზრდის კომპეტენციაზე, პირიქით შეხვდეს კიდეც აღზრდელს და გაესაუბროს, რომელზეც და ახსენეთ, რომ ერთ აღზრდელზე 15 ბავშვი უნდა იყოს. აღზრდელების და ბავშვების თანაფარდობა არის ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული. მეთოდოლოგიურად და ეს უნდა მოიკითხონ, ანუ ერთ ბავშვზე, ანუ 3-4 წლის ჯგუფი მაგალითად რო ავიღოთ, ერთი აღზრდელი 15 ბავშვი არის და ну რა თქმა უნდა აღზრდელის თანაშემწე ძიძა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის დაწესებულების მიერ შემუშავებული მექანიზმის შესაბამისად. კი ბატონო. ეს ყველგან ეგრე, ანუ თბილისში რეგიონებში ერთი აღზრდელი 15 ბავშვს ხო, სახელმწიფო სტანდარტები თანაბრად მოქმედებს რეგიონის მასშტაბითაც. თბილისში გვაქვს ადგილების ძალივწვავე საკითხი დგას, რომ ჯგუფები არის გადავსებული და ადგილების რაოდენობა შეზღუდული, თუმცა საბედნიერად რეგიონებში უკვე რომელი ბაღებიც უკვე ახალი სტანდარტით შენდება, გათვალისწინებულია იმაზე მეტი ბავშვების რაოდენობაზე, ვიდრე ამას ახლა ითხოვს დემოგრაფიული საჭიროება იმ კონკრეტულ არეალში. შესაბამისად, ხო ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ბაღებში ადგილები არ არის ან შეზღუდული, ეს გააჩნია ისევ მუნიციპალიტეტს და ადგილზე რა მდგომარეობა გვაქვს მოსახლეობისა. თბილისშიც არ არის ეგ პრობლემა, იმიტომ მე როგორც ვიცი არის თბილისში დიდი პრობლემაა. ძალიან დიდი პრობლემაა. გასულ წელს თუ ამ წლის დასაწყისში სასწავლო წლის დასაწყისში დაამატეს ბავშვების რაოდენობა, ზღუდა რაოდენობას საკმაოდ აჭარბებდა და შესაბამისად განხორციელებსაც ამატებენ ახლა. ამის ფუფუნება არ იყო, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ დეფიციტური აღზრდელის პოზიცია, ანუ კადრების დეფიციტია ძალიან მნიშვნელოვნად დგას დღეს კერძო სექტორშიც მათ შორის და რესურსულად გამართული არ დახვდა თბილისის ბაღები ამ ინიციატივას. ჩემი პოზიცია. აი, ჩემი შემდეგ კითხოს უბრალოდ მინდოდა რომ ამას შეხებოდით და ბევრჯერ ვახსენეთ, რომ ესევალება და წარმომიდგენია ამდენ ბავშვს, შესაძაც უვლის ერთი აღზრდელი, თუნდაც 3-4 წლის ბავშვს 15 თუნდაც დამხმარე ყავდეს, ძალიან რთულია. რა მხარდაჭერა აქვთ მათ, თუნდაც სახელმწიფოსგან, ან კერძო ბაღში ადმინისტრაციისგან და ალბათ ამ მხრივ საჭიროებებზეც საუცნობელია რომ ვისაუბროთ, რომ მარტო არ იყოს ფოკუსი იმაზე, რომ ესენი რაღაც მხოლოდ ძალადობენ ასე შემდეგ, თვითონ მათზეც არის ძალადო სახელმწიფომ თუ დამქირავებელმა, რომ მათაც ქონოთ მხარდაჭერა ჩვენი პოდკასტის მხრიდან და რა საჭიროებები აქვს რომ ვისაუბროთ. ძალიან რთულ სიტუაციაში დგება აღზრდელი, როდესაც იმაზე მეტი ბავშვი ხდება ჯგუფში, ვიდრე ამას მოელის ან მისი რესურსული ადამიანური რესურსები პირველ რიგში ალბათ უმკლავდება და გაუმკლავდება. არა მხოლოდ ადამიანური რესურსი, ჯგუფის კვადრატულობაც კი არ არის ხოლმე საკმარისი ხო ამდენი ბავშვის და დამატებითი თანამშრომლების გასამკლავებლად და ადამიანური რესურსის ნაწილში აღზრდებისთვის მართლა ძალიან რთულია, რომ პროფესიული გადაწვა არ დაგემართოს და შენ და უნებურად არ გახდე ამ არასწორი აღზრდის მეთოდების ავტორი. ჩვენ, როდესაც სწავლის დასაწყისში გვიკავშირდებოდნენ მშობლები, ანუ გარდა იმისა, რომ აი ეს მშობლები და ბავშვები ჩვენთვის იყო ძალიან მოწყვლადი ჯგუფი, ასევე ვფიქრობთ ზუსტად ამ აღზრდელებზე, რომ აი როგორ შეიძლება ხო მათი აი ამ რესურსის ესე უგულებელყოფა და ძალიან დიდი მხარდაჭერა ჩემგან პირადად ამ აღზრდელებს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან დიდ შრომას დებენ ბავშვების განვითარებაში, სისტემის მხრიდან მხარდაჭერა შეიძლება იყოს რესურსების ხელმისაწვდომობა, აუცილებლად დაცვა ამ თანაფარდობის და ანუ ეს ტრენინგები და გადამზადებები ზუსტად ამას ემსახურება, რომ ასწავლოს აღზრდელს ის ტექნიკები, როგორ შეიძლება იმუშაოს კონკრეტული რაოდენობის ჯგუფში, ხო?
ვიმედოვნებ, რომ თბილისის საჯარო ბაღების პერსონალისთვისაც აღნიშნული ტრენინგები ხელმისაწვდომი იქნება და შეძლებენ. ან თუ აი როგორი სიტუაცია იცით, უკვე ჩარიცხულ ბავშვს ხომ ვერ გარიცხავენ და მაშინ დაუყოვნებლივ თანამშრომლები უნდა დაამატონ, ან ახალი ბაღები უნდა შედეს და ყველაფერი პროცედურულად გაწერილია. შესაბამისად, მე როგორც ამ სფეროში ჩართული ადამიანი, ძალიან დიდი ხანია რეკომენდაციას ვუწევ იმას, რომ კერძო ბაღების სუბსიდირება მოხდეს, იმიტომ რომ რეალურად არსებობს კერძო ბაღები. და იმ შემთხვევაში რაღაცნაირი დაფინანსება გამოიყოფა, შეიძლება მშობლების მიმართვიანობა გაიზარდოს უკვე კერძო, რესურსად გამოიყენოს სახელმწიფომ კერძო ბაღი და არა რაღაც დამატებით უბრალოდ ვისაც სურვილი აქვს რომ შევიდეს და იქ ვითომ ჩვენ არ გვეხებიან ეს ამ სეგმენტის წარმომადგენლები. მე ვიცი რომ რამდენიმე წელი გერმანიაში ცხოვრობდი და იქ დაიწყეთ პირველად ბაღი ხო? თუ არ ვცდები ჩემო შვილმა იქ იარა კი. რა განსხვავებებია ევროპულ ბაღსა და საქართველოს ბაღებს შორის? ძალიან დიდი ალბათ, მაგრამ ეცით როგორ არის? იმ წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ იქ ბაღის გარემოთ სარგებლობა, ფიქრობდი, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო საქართველოსა და გერმანულ ბაღებს შორის და მე როცა ჩამოვიდით, აი ჩემს თვალში განვითარდა ეს ყველაფერი და ძალიან მიხარია, რომ განსაკუთრებით რეგიონებში ნელ-ნელა სწავლებაც მიდგომებით უთანაბრდება ევროპულ სტანდარტებს კი იმის გამო, რომ სახელმძღვანელოები, ტრენინგ მოდულები თუ სტანდარტები რაც იქნება და ვინც მუშაობენ ამაზე ეს ადამიანები თავად აქვთ ევროპული განათლება და ამ გამოცდილებებიდან გამომდინარე ხდება ამ დოკუმენტაციების შემუშავებაც. და არა მხოლოდ სახელმძღვანელოებს გულისხმობ, უკვე ბაღები რომელიც შენდება თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. შესაბამისად განვითარება ხდება, ნელი პროცესია შედარებით, მაგრამ მგონია რომ ძალიან მალე გადაუსწრებს კიდეს და კიდევ პოზიტიური შეფასების საფუძველს რამაძლებს გეტყვით. ჩვენ ერთ-ერთ წელს გვქონდა გასართობი პროგრამა ფინეთში, სადაც იქ ადგილზე ბაღები ვნახეთ და ანუ რესურსების მრავალფეროვნება ჩვენ ბაღებში გაცილებით მაღალი იყო. აი რა გულისხმობთ? მაგალითად, რესურსებში გულისხმობ აი კურიკულუმის განხორციელებისას აქტივობებში რომ გამოიყენოს ახსოვმა რესურსები, იქნება ეს ბუნებრივი მასალები, ფუნჯები, ფანქრები თუ ასე შემდეგ, ჩვენი ჯგუფები უფრო მრავალფეროვნად არის აღჭურვილი, ვიდრე მაგალითად იქ და მაშინ რა არის სხვაობა? აღზრდელის უფრო მეტად კვალიფიკაცია. სხვაობა აღზრდელის კვალიფიკაცია. და ალბათ შემოსავალიც, რაც უფრო მეტ мотивაციას და ენთუზიაზმს აძლევს, რომ ბავშვთან იმუშაოს. სანდოობა, ანუ აღზრდელის კვალიფიკაცია იქ აუცილებლად საუნივერსიტეტო განათლებაა და შემდეგ სანდოობა შესაბამისად საუნივერსიტეტო განათლებაც არის სანდო. ნახეთ, აქ შეიძლება ბაკალავრის ან მაგისტრის დამთავრებული იყოს ადამიანი, მაგრამ კვალიფიკაცია არ ქონდეს შესაბამისი, როცა იქ სისტემა ესე მოწყობილი, თუნდაც ფინეთში, რომ პედაგოგის ანაზღაურება, რა ვიცი, მე მგონი ყველაზე მაღალია, იქ დასაქმებულად. იქაური განათლების სისტემა, არ ვიცი, მე მგონი ნომერ პირველია. ხო, ეგ არის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა და პირველი ალბათ ჩვენ სისტემასაც ეს უნდა გაეკეთებინა, რომ საბაკალავრო პროგრამები სასწრაფოდ დანერგილიყო აღზრდელის გადაზიდვით. ფინეთში, გერმანია, სხვა ალბათ ევროპული ქვეყნების გამოცდილება იცით, იქაც ესეთი სხვაობაა საჯარო და კერძო ბაღს შორის. იმიტომ რომ საქართველოში თუ მშობელს აქვს შესაძლებლობა კერძო ბაღში დაყავს, გონი თქვენი შვილებიც კერძო ბაღში დადიან, ხო? იქაც ეგეთი სხვაობაა თუ არა? სხვაობას რას გულისხმობთ? აი ის რომ უპირატესობას კერძოს ანიჭებდნენ თუ გაქვს შემოსავალი. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოწყობაა და სხვადასხვა მართვის სისტემაა. ანუ მაგალითად ავსტრალიაში როგორც ჩვენთვის ცნობილია, უმეტესად კერძო ბაღებია, რომელიც სუბსიდიით ფუნქციონირებენ და იმასაც თქვენ საუბრობთ. ხო, მათ შორის არის კონკურენცია იმხელა მაღალი, რომ ყველა არის ორიენტირებული ხარისხის გაუმჯობესებაზე და მე ეს დაგეგმარება ძალიან მომწონს. აქ ხარისხის შორის კერძო ბაღებში ძალიან დიდი სხვაობაა კი. ძალიან მრავალფეროვანია და ძალიან მიამაყება ის, რომ მართლ-პასუხისმგებლიანი ბაღები, კერძო ბაღები საქართველოში არსებობენ, რომლებსაც აქვთ იმის რესურსი, რომ თავიანთი გამოცდილებები გაუზიარონ საჯარო ბაღებს და ასევე საჯარო ბაღებშიც აუცილებლად უნდა აღნიშნოთ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში არის იმის რესურსი, რომ მათი მიდგომები გააზიარონ და თბილისის საბავშვო ბაღებში დანერგონ. თუნდაც
ზეიმების რა კუთხით. სხვაობა რესურსების თუ აღწელების თუ აღწელების мотиваცია, բայց კერძო და ბაღების თანაზღაურებაზეც არის ალბათ მიბმული თუ შეიძლება. კერძო ბაღების შემთხვევაში დამფუძნებლის პასუხისგებლობაზე და მთლიანად მენეჯმენტის დამოკიდებულებაზე თავისი აი ამ კერძო მაინც ასე ვთქვი ბიზნესია, ხო, ბიზნესის მიმართ. იმიტომ რომ ამ ბიზნესს თავისი ეთიკური საზღვრები აქვს, სადაც უკვე მოგება უნდა მთავრდებოდეს, ხო და პასუხისგებლობა შემოდის. ხო, შესაბამისად გვაქვს ეს წარმატებული გამოცდილებების და ის აი ბოლო შემთხვევები, რამაც რაღაცა შიშის საფუძველი დაბადა საზოგადოებაში, ხო, ეს ცალსახად არ არის ესე და აღვიქვათ როგორც რამდენიმე რამდენიმე ხო, შემთხვევა. ძალიან დიდი მადლობა იმ მშობლებს, რომლებმაც არ დატოვეს უყურადღებოდ ეს შემთხვევები. სისტემაში არის ან მუშაობს ესეთი ბავშვთა უფლებათა კოდექსი, არის რეფერირების ვალდებულება ბაღებში და მშობლებს აქვს რესურსი, რომ თუნდაც თუ აქვთ რაღაცა უნდათ რომ კონფიდენციალობა დაიცვან, ასევე შეუძლიათ რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცხელხაზე დარეკონ და ეს შემთხვევები დააფიქსირონ და როგორც ვიცი, წლიდან წლამდე იზრდება ამ შემთხვევების დაფიქსირების მაჩვენებელი. აი, ხვალ მიმყავს ბაღში, რას მივაქცია ყურადღება, როგორ შევარჩიო ბაღი? აი, რაღაცა ესა რამდენიმე რჩევა. სანამ ბაღში მიხვალთ, გაიცანით რა სტანდარტები არის, ისევ იმას და იმ საკითხს დავუბრუნდები, რა სტანდარტებია სისტემა რას ითხოვს ბაღისგან და რამდენად მზად არის ჩემი შვილი ბაღისთვის. მეც გავეცნო იმ სტანდარტებს, რაც ბავშვის განვითარების ასაკობრივ წრილში მომცემს იმის აღქმის შესაძლებლობას, რისი რესურსი აქვს ჩემი შვილს, ხო? დავინტერესდეთ, გავმიჯნოთ პირველ რიგში საჯარო სექტორში გვინდა რომ მივიდეს ჩვენი შვილი თუ კერძო სექტორში ამ შორის რა სხვაობებია და გაიცანით ჩვენს გზაუკლევს აღწევას ეს თქვენი გზამკვლევი ახსენეთ ასოციაციის და მოდი მაშინ გითხარით თქვენი ასოციაცია რა საქმიანობს და მშობლებს რით ეხმარება, როგორც ვიცი არის კონსულტაცია შეიძლება რომ უფასოდ გაიარონ და რა საკითხს ახლა სულ არ ატყდეს ზარები, რა საკითხზე შეგიძლიათ და როგორ მოგმართონ მშობლებმა საკონსულტაციოდ. ჩვენ საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი უკვე 6 წელია ფუნქციონირებს და ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ზარი შემოდის იგივე რეკომენდაციაზე კონკრეტულ უბანში ან რეგიონში რომელ ბაღს ვურჩევთ ან კონკრეტულ შემთხვევა თუ არის რომ მშობელი ან აღზრდელი დაბნეულია და არის სულად საჯაროდ უნდა რომ ეს დააფიქსიროს და უნდა რომ გაერკვიოს სისტემაში, აი ამ შემთხვევაში თუ ვირეკავენ ხოლმე. იმ შემთხვევაში თუ რაიმე აი 2 დღის იყო შემთხვევა, მოდი გავიხსენებ, მოგმართვა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვის მშობელმა და პირდაპირ ქონდა კრიტერიუმები შემუშავებული, რომ აი ესეთი საჭიროება გვაქვს, ამდენი საათით მინდა რომ ბაღში მივიყვანო და ჩვენ მომენტალურად გადავრეკეთ იმ დაწესებულებაში, სადაც ნამდვილად ვიცით რომ ავტორიზების პროცედურებში ჩართულია ეს დაწესებულება და უშუამდგომლეთ დაწესებულებას მშობელთან რომ უკვე დაგეგმილად კონკრეტულ დღეს შეთანხმდებოდნენ და მივიდოდნენ ინტერვიუზე და ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის ადგილზე ნახვა და გასაუბრება ადმინისტრაციასთან იქიდან გამომდინარე რომ მაინც პირადად სივრცის დათვალიერებაც და გაცნობას ბაღის გონდის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენც შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ Facebook-ზე, Messenger-ის მეშვეობით ან დაგვირეკონ ტელეფონის ნომერზე და ჩვენ აუცილებლად უპასუხებთ და დავაკვალიანებთ მათ საჭიროებას. საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი. ესე მოძებნონ Facebook-ზე. და თეკლე ბოლოს გვაქვს ესეთი ტრადიცია, სტუმარი წამყვანს უსვამს კითხვა შეგიძლიათ ამისა კითხვა ლიკა, თქვენ თუ დადიოდით ბაღში და რა გამოცდილება შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ? მე დავდიოდი ბაღში, ჩემი ძმაც ჩემთან ერთად დადიოდა, ჩემზე პატარა, მაგრამ ის ვიცი რომ მე რომ მოვჭი ბაღში, ჩემს ძმას აღარულია, როგორც და ჩემი გვახსენებს. მე მახსენდება ჩემს ბაღზე დიდი ეზო, თამაშობდით და ზეიმები და ასე შემდეგ, რაც
არ ვიცი რამდენად გამართლებული, ამაზეც ხო არის საუბრობთ ერთ-ორ კითხვას და აქ შეგვიძლია რომ თავარია თქვენ როგორ გახსოვთ, კარგად გახსოვთ ეს კარგი გამოცდილება იყო? კი, აქედან ამ განმოსახედიდან კი ჩავიმასწავლებელიც, როგორც მახსოვს, ძალიან მიყვარდა და ბაღში დავიწყე, მითხრა მე ბაღის მასწავლებელი გამოსულიყავი და სახლში ვაძავდი ხოლმე მას. ძალიან სასიამოვნო დადებითი გამოცდილების მოსმენა. კი. თუმცა ალბათ მშობლის თვალით დანახული სულ სხვა შეიძლება იყოს და დედაჩემს რო კითხოთ, შეიძლება მან უფრო მეტ პრობლემაზე ისაუბროს, ვიდრე მე ხა ამ განმოსახედიდან ბავშვის განმოსახედიდან როცა საუბრობ საბავშვო ბაღზე. მინდა რომ ყველა ბავშვს ქონდეს კარგი გამოცდილება ბაღზე და მე ძალიან ბევრი კარგი შემთხვევა და კარგი აღწერით გამიგია მარტო არ ვისაუბროთ იმ ცუდ ამბებზე, რაც ამ ბოლოს დაწყრილდა, მაგრამ აუცილებელია, რომ მშობლებმა ისაუბრონ იმ გამოცდილებას და იმ პრობლემებზე, რასაც აწყდებიან ბაღებთან მიმართებაში, რათა საშინელი გამოცდილება, ის რაც ბავშვს გადახდა, რა ტრავმაც მიიღო, ვახსენეთ, რომ მის ჯგუფელებსაც გადადის, ის არ არის მარტო ერთი ბავშვის პრობლემა, ასევე რაც მშობელმა და ოჯახმა მიიღო და კარგი იქნება თუ სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების გამოვლენით სხვა ოჯახებს და მშობლებს და ბავშვებს ავარიდებთ მსგავს შემთხვევებს. ძალიან დიდი სიმამაცია. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაგვიზიარა ევროპული გამოცდილება, შენი პირადი გამოცდილება და ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, როგორ შეიძლება რომ შევარჩიოთ ბაღი სწორად შვილისთვის. სამკვლევის გაზიარებისთვის ძალიან დიდი მადლობა და მადლობა დროისთვის. ნახვამდის.